გამარჯობათ მეგობრებო, მოკლედ დღეს მე მომიწია კომიტეტის წაყვანა და მე მგონი გვაქვს ქორუმი და შეგვიძლია დავიწყოთ სხდომა. დღის წესრიგი გვაქვს ესეთი. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონპროექტი ეროვნული საარქივო ფონდის და ეროვნული არქივის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. მომხსენებელი დღეს გვეყოლება განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და გთხოვთ ხელისაწევით დამიდასტუროთ დღის წესრიგი. მადლობა. ეხლა მომხსენებელს ვთხოვთ წარმოადგინოთ საკითხი. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2026 წლის 1 იანვრიდან იცვლება საკურატორო სამინისტრო, ანუ კონტროლის განმახორციელებელი სამინისტრო. ეს ეხება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს. მოგეხსენებათ, რომ ის დღეს ჩათვლით და 1 იანვრამდე გახლავთ ჩვენი სამინისტრო საკურატოროში, ასე ვთქვათ, და გადაწყვეტილება მიღებულია, რომ 1 იანვრიდან გადაინაცვლებს კულტურის სამინისტროს კონტროლს ქვეშ. თუ ვინმეს გინდათ კიდევ მე პირადად ძალიან ვემხრობი ამ ინიციატივას, იმიტომ რომ მართლა კულტურის სამინისტრო შეძლებს ამ უნიკალური ხელნაწერების მოვლა პატრონობასაც, რესტავრაციასაც, ალბათ ყველაფერს რაც შეიძლება რომ გაკეთდეს. კარგით, ეხლა ვინ არის მომხრე, რომ მხარი დაუჭიროთ ამ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონპროექტს ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. პირველი მოსმენით. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. სხდომა დასრულებულია. შეგაწუხებთ მეორე მოსმენისთვის.